საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ჩემი ხადია სამშობლო სახადე მთელი ქვეყანა განათებული მდაბარი ძილნაყარია ღმერთანა თავისუფლება გესრელი მომავალს უმღერს დიდებას ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორსვას შუა ბწყინდება თავისუფლებას დიდება. სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი გობახიძეს. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით პარლამენტის თავმჯდომარეს, კულტურისა და სპორტის მინისტრს, დედაქალაქის მერს, საფრანგეთის ელჩს, პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ღრმად პატრიოტულ სტუმრებს და რასთავარია მივესალმები ჩვენს საამაყო პარალიმპიელებს, მათ მწვრთნელებს, მივესალმები ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის იმ უდიდეს წარმატებაში, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. ამისათვის ჩვენ ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმე კვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ზოგადად ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული პარალიმპიურ თამაშებში და ამ თამაშებში 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც არის რა თქმა უნდა იმ ძალისხმევის შედეგი, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც არის ამ წამოწყების გულშემატკივარი. მადლობა, განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს. ყველა იმ ადამიანს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავიხადო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს ამ წარმატებაში. ცალკე აღნიშნვის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც არის ნამდვილად უნიკალური შედეგი. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაში საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც არის რა თქმა უნდა ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანი. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო медаლი და პირველ медаლს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისათვის. მადლობა ანას ამისათვის, მადლობა პარალიმპიურ ჩემპიონს გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო რა თქმა უნდა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა და ყველა ძალიან გულშემატკივრობდით თქვენ. ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ვიცე ჩემპიონებს ლადო ჯინჯაროლს, სურაბ სურაბიანს, რევას ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჯარაძეს. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ და ვერ მოიგეს медаლი. პირველ რიგში მადლობა ირმა ხეცურიანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ირმა თქვენ ამისათვის. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ღიზელაშვილს. თითოეული თქვენგანის წვლილი იყო რა თქმა უნდა განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა
მიაღწია. ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად იგივე ოდენობის შილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა ეს შილდოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში და ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული медали, ასევე 50,000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. Თქვენი წარმატების დაფასება არის ჩვენი განსაკუთრებული ვალი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ესენი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები უმაღლეს ჯილდოები თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ხვალგად მოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ ეს ყველაფერი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობით დავასრულო ჩემი გამოსვლა, მადლობა მინდა გადავხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის განსაკუთრებული ძალისხმევისთვის და გულით მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს შადებული მას პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბუნებრივია ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავხადო კულტურისა და სპორტის მინისტრს ქალბატონ თია წულუკიანს და ასევე მთლიანად სამინისტროს კოლექტივს. ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, თანამშრომლობით დამთავრებული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტ ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს ამ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა უნდა გადავხადოთ, რა თქმა უნდა, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ ბოლოს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს. თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა ამ სიამაყისთვის და მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც განგვასწევინეთ. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები ბატონ პრემიერ-მინისტრს, მივესალმები კულტურისა და სპორტის მინისტრს და კოლეგა მინისტრებს, მივესალმები ქალაქ თბილისის მერს, მივესალმები პარლამენტის წევრებს, ქალბატონ ელჩს და რა თქმა უნდა მივესალმები ჩვენს პარალიმპიელებს, რომლებმაც გაგვიხანძლიეს ის სიხარული, რომელიც ოლიმპიური თამაშების შემდეგ ასე კარგად გაგრძელდა და დღემდე მოყვება. დიდი სიხარულითა და სიამაყით ხვდებით სამშობლოში დაბრუნებულ ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც წარმატებით იასპარეზეს პარალიმპიურ თამაშებზე და გული ბედნიერებითა და ახტოვანებით აგვივსეს. ჩვენი ათლეტების დამსახურებით პარალიმპიადაზე საქართველომ შესანიშნავ შედეგს მიაღწია. 180 ქვეყნიდან 51 ადგილზე გავედით. სპორტსმენებმა საქართველოსთვის რეკორდული რაოდენობის მედლები მოიპოვეს. ძვირფასო პარალიმპიელებო, თქვენი შრომით, ბრძოლის უნარიანობით და ძლიერი სული დაამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. თქვენი წარმატების გზა მხოლოდ მედლებსა და გამარჯვებებს არ უკავშირდება, არამედ ბარიერების გადალახვასა და გამოწვევებთან გამკლავებას. თითოეულმა თქვენგანმა დაამტკიცა, რომ სიძლიერე უპირველეს ყოვლისა მტკიცე სულითა და გამარჯვების უშრეტი ჟინით განისაზღვრება. თქვენი წარმატება, თქვენი დიდი ძალისხმევისა და ასევე თქვენი ოჯახების, მწვრთნელების და მთელი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა ყველას, ვინც თქვენთან ერთად იყო ჩართული გამარჯვებისთვის ბრძოლაში. გულითადად გილოცავთ მიღწეულ შედეგებს და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასახელეთ საქართველოს და შთაგონების წყაროდ იქეცით მრავალი ადამიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. კეთილი იყოს თქვენი სამშობლოში დაბრუნება. მიხარია, რომ თქვენს გამარჯვებებს ერთად აღნიშნავთ. თქვენი წარმატება, ჩვენი წარმატება, თქვენი ისტორიები კი მომავალი თაობებისთვის იმედისა და ინსპირაციის წყაროა. ყოველთვის თქვენ გვერდით ვიგულეთ, ხელს კვლავაც შეუწყობთ, რათა ყოველთვის გქონდეთ შემდგომი განვითარებისა და გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა. მინდა განსაკუთრებით გადაგიხადოთ მადლობა კიდევ ერთხელ იმ ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ აჩვენეთ
პარალიმპიადის დროს. მინდა განსაკუთრებით გამოვყო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბატონი რატი იონათამიშვილის წვლილი, რომელიც ამ სპორტულ შეჯიბრებების მიღმაც და შუალედებშიც მისი ჩვენთან ურთიერთობით ყოველთვის თანაზიარი ვართ იმ პროცესებისა, რომელიც არის თქვენს ფედერაციაში, კომიტეტში, როგორი განვითარება არის, როგორი წინსვლა არის და აი ამ შედეგებს დღეს ყველა ერთად ხედავთ და თქვენთან ერთად გვიხარია, გილოცავთ კიდევ ერთხელ და ვილოცავთ მთლიანად საქართველოს ამ წარმატებულ ასპარეზობას. მადლობა დიდი. სცენაზე ვთხოვთ ქალაქ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონო თეა, მოგესალმებით, მივესალმები დეპუტატებს, საკრებულოს ხელმძღვანელს, მივესალმები საფრანგეთის ელჩს საქართველოში და განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმები ჩვენს გმირებს, პარასპორტსმენებს. გვახსოვს ყველას რამხელა იმედით გაგაცილეთ და მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად მთელ საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ ამ უდიდეს, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო წარმატებას, რაც კი აქამდე მოგვიპოვებია პარალიმპიადაზე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ასე გაახარო და გააერთიანო მთელი საქართველო. თქვენი წარმატება, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მე იმედი მაქვს კიდევ ბევრი გამარჯვების მოწმენი გავხდებით მომავალშიც. ამ გამარჯვების უკან ხედავთ თქვენს უდიდეს ძალისხმევას. მე წლების განმავლობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და ძალიან კარგად მესმის რამხელა შრომა, ნებისყოფა, სულისკვეთებაა საჭირო იმისთვის, რომ მიაღწიო წარმატებას. და ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა. ამავე დროს ვხედავთ და გვეამაყება სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგიც. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძეს მადლობა გადაუხადო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც გამოიჩინა თქვენს მიმართ და ზოგადად რა დამოკიდებულებაც არის სპორტის მიმართ. და მინდა იცოდეთ და იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება ამ მიმართულებით თანადგომა, მხარდაჭერა, ეს იქნება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების წახალისება, მადლიერების გამოხატვა თუ ასე შემდეგ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი წარმატებები, პირადი შედეგების გაუმჯობესება და რა თქმა უნდა, წინსვლა. მადლობა და გილოცავთ კიდევ ერთხელ. სცენაზე ვიწვევთ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ რატი იონათამიშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძეს, მივესალმები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მივესალმები დედაქალაქის მერს ბატონ კახა კალაძეს, მივესალმები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს, მთლიანად ჩვენი ოჯახის ძალიან დიდ მეგობარს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მივესალმები საფრანგეთის ელჩს საქართველოში და მადლობას ვიტყვი საფრანგეთში ჩვენი მასპინძლობისთვის, ფრანგ ხალხს, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა მე თქვენის ნებართვით განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს გმირ პარასპორტსმენებს, ვინც შეუძლებელი შეძლეს და მთლიანად ჩვენი ქვეყანა 12 დღის მანძილზე ძალიან გაახარეს. მე თქვენთან ერთად ჩემო პარაათლეტებო მინდა მივესალმო ჩვენს იმ პარაათლეტებს, ვინც არ იყვნენ პარიზში ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ჩვენი მოძრაობის მომავალია და დარწმუნებული ვართ, რომ ერთად კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს შევძლებთ. ასევე მინდა მივესალმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს და მათ აქედან მოუწოდო და უთხრა, რომ ჩვენი ოჯახის კარი მათთვის ღია არის და ჩვენ ერთად გვინდა
ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე სასახელოდ. მინდა ჩვენი პარაატლეტების სახელით ჩვენს ოლიმპიელებს და ეროვნულ ნაკრებს უთხრა განსაკუთრებული მადლობა ისტორიული გამარჯვებისთვის, რადგან ჩვენ ერთმანეთის წილი საქართველო ვართ. მას ასე პარიზი 2024 და საქართველო. სპორტის 6 სახეობა და მედლები 6-ვე სახეობაში. 14 მონაწილიდან 9 მედალოს არის. ასეთი შედეგი პარალიმპიადაზე 180 ქვეყნიდან ქონდა მხოლოდ 2 ქვეყანას, საქართველოს და ჩინეთს და ამით ვფიქრობ ყველაფერი ნათქვამია. თქვენ პარიზში ყოველდღიურად ამყარებდით ფაქტობრივად რეკორდებს და იღებდით მედლებს ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ამ ღირსეული, ისტორიული და დაუვიწყარი ბრძოლისთვისა და შედეგებისთვის. მე ამაყივარ, რომ შემიძლია ვიყო თქვენ სამსახურში და მუშაობდე იმისთვის, რომ თქვენ იბრძოდეთ უმაღლესი შედეგებისთვის. მე მჯერა, რომ იმ დღეებმა, რომელიც თქვენ პარიზში გაატარეთ, ბევრი რამ შეცვალა თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ რომ იცოდეთ, თქვენ გაცილებით მეტი შეცვალეთ ჩვენი ქვეყნისა და სამყაროს ცხოვრებაში. თქვენ მოახერხეთ საზოგადოების მენტალური რევოლუცია. დაამსხვრიეთ ყოველგვარი სტიგმა და სტერეოტიპები და პირადად მე გეტყვით, რომ 12 დღეში თქვენ უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე მე 25 წლის მანძილზე, რაც ეთვეთ მოსარგებლე გავხდი. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვანახეთ, როგორი ბრძოლა და ერთობა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი და წინ აღუდგეთ უსამართლობას. ამიტომ ბევრჯერ გავიმეორებ, რომ თქვენ ხართ ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი, ლაღი და შეკრული გუნდი, ვინც კიდევ ბევრჯერ ააჟღერებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნს და ყველაზე მაღალ ააფრიალებთ საქართველოს დროშას. მე თქვენი სახელით მინდა მადლობა უთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქართული სპორტის და ჩვენი მოძრაობის ძალიან დიდი გულშემატკივარია. ქალბატონ თეატრულუკიანს და მთლიანად კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთელი პარალიმპიადის განმავლობაში სამინისტროს ჩვენთან მაღალი წარმომადგენლობით ყოფნა იყო დამატებით მოტივატორი ჩვენთვის და ასევე საერთაშორისო დელეგაციებისთვის იმის ძლიერი გზავნილი, რომ სახელმწიფოსთვის პარალიმპიური მოძრაობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი პრიორიტეტი. ასევე მინდა მადლობა უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს, პირდაპირ ტრანსლაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენს გულშემატკივარს. ის გაცილება, რომელიც ფიცის დადების დღეს ჰქონდა, ნამდვილად დაგვეხმარა ჩვენ იმ გამარჯვებების მოპოვებაში, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ საქართველოში ჩამოვიდანთ. ერთი საიდუმლოც მინდა გაგიმხილოთ, ჩვენთვის სასიამოვნო სურპრიზი იყო, როდესაც საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ენდრიუ პარსონს შევხვდით. მან სიხარულით გაიხსენა 2018 წელს შეხვედრა საქართველოს პარლამენტში ბატონ ირაკლი კობახიძესთან და შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მას სახელმწიფოს მხრიდან პარალიმპიური მოძრაობის და პარასპორტის ესეთი ძლიერი მხარდაჭერა არ გაკვირვებია და ამას სამაგალითოდ უწოდა და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც თბილისის მერიას აქვს პარალიმპიური მოძრაობის და სპორტული კომპლექსი, რომელიც მორგებულია ჩვენ საჭიროებაზე და სადაც ჩვენი უმეტესობა იწვრთება, ამასაც სამხელა მნიშვნელობა აქვს და რეგიონში ეს სპორტული კომპლექსი დღემდე უპრეცედენტოდ რჩება. ჩვენ დავწერეთ ისტორია, რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას და ძალიან მაღლა ავწიეთ თამასა. ჩვენი შედეგები სიამაყესთან ერთად არის დამატებითი პასუხისმგებლობაც, რომ კიდევ უფრო მაღალი მწვერვალები უნდა დავიპყროთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენს მიერ დამყარებული რეკორდები. და ზუსტად ვიცი, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოსთვის. ეს იყო პირდაპირი ტრანსლაცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლიდან, სადაც ქართული